დილამშვიდობისა ჩემო ძვირფასო მეგობრებო და მაყურებლებო. ეს ახალი გზით მივდივარ სამსახურში, რომელიც მასწავლა ჩემმა თანამშრომელმა მეზობელმა. გითხარით ხო, ჩემი მეზობელი რო ჩემი თანამშრომელია თუ არ მithქვამს? დღეს ერთად წამოვედით და ეს გზა მასწავლა. მაგრამ რაღაც ნაწილი ვიცოდი მეც ამ გზის. მოგეთ, რატომ არ გამოვჩდი მთელი კვირა? ალბათ გაგკითხვა. იმიტომ რომ ვიყავი გაციებული, მთელი კვირა არ სამსახურში მივლია, უბრალოდ კვირას წავედი სამსახურში, მაგრამ ორშაბათსაც და მერე ორშაბათს აი შუა მუშაობაში ძალიან ცუდად ვიგრძეი თავი, ამიტომ წამოვედი სახლში გამომიშვეს, გამომაგდეს, რომ არ გადაგვედოსო. სასწრაფოდ სახლში წადიო და გამომიშვეს აი ესე. ეხლა როგორც იქნება მთელი ერთი კვირის შემდეგ მივდივარ სამსახურში და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან მომწვიდა სახლში ყოფნა, დამაბრუნა ისე უმუშევრობის პერიოდში. ეხლა მოხვდი ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, მაგრამ ამ დიდი ქუჩიდან არის პატარ-პატარა გასასვლელი. ერთ-ერთი ასეთი გასასვლელი თვითონ გავიდე, მაგალითად აქედან გავალთ კი. მოდი ესე წავიდეთ. ჩემი ბინის ქვემოთ აკეთებენ, არ ვიცი ზუსტად რას, მაგრამ რაღაცას, რაც დაკავშირებული იქნება მატარებელთან, ანუ მეტროსთან რა. და ისეთი ამბავია, რომ არ ვიცი, და საგიჟეთია. ხო და პრობლემა ის არის, რომ პრობლემა არა პრინციპში, საინტერესო ის არის, რომ იმის გამო რომ ხმაური იქნება ჩვენთან სახლებში ცვლიან ფანჯრებს, რომლებიც უყურებს გაგმშენებლობას, გადასცქერის. ხო და თითქმის ყველას უკვე დაუმონტაჟეს რა და ჩვენ გადავარჩით, მე მგონი ბოლოები ვარ და დღეს დაიწყეს ჩვენთან. მივატოვე ჩემი ქმარი. მივატოვე რა, უბრალოდ მე აბა სამსახურში აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი. დღიდან მუშაობა სამწუხაროდ არ შემიძლია, მხოლოდ ოფისიდან მუშაობ კვირაში 5 დღე და ჩემი მეუღლეს შეუძლია რომ იმუშაოს სახლიდან, ამიტომ დარჩა ჩემი მეუღლე. მიუხედავად თან მით უმეტეს, იმიტომ რომ მე მთელი კვირა არ ვიყავი სამსახურში, ხა ვერანაირად ვერ ავიღებდი კიდე მშველებას. ეხლა მე მგონი აქედანაც სადღაც უნდა გავიდე. ფისუნია, სადმე სეირნობ? აი. რომელი საათია, არ დამოგვიადეს, მთავარია. ესეთი ლამაზი ბაღები და სახლები აქვთ ამ უბანში. ძალიან საყვარლობაა. ნახეთ. ლამაზია. ჭრილი არ არის საერთოდ. მე მგონი თითქმის მივედი. ძალიან მალე მივსულვარ. ხო, და სახლში რომ მივალ, ალბათ რაღაცა საშინელი სიტუაცია დამხვდება, მაგრამ რა თქმა უნდა ხმაურის შემოსვლას ჯობია, რომ ეხა გავიჭიროთ და სახლი დავალაგოთ. ლამაზი პარკია, ნახეთ. ხალხი ბარგიშობს, როგორც ყოველთვის. მოდი ესე წავალ.
ვაუ, მე მგონი ეს უფრო მალე მოვედი. დავბრუნდი სახლში და ვნახოთ რა გველის ლიფტი არ მუშაობს გაფრჩებულია, ამიტომ მივდივარ ფეხი. მაინტერესებს რა ხდება ძალიან. ეხა ბაიდაზე მიღა. შეიძლება განეს ლე შანსებს ზედა. საგიზეთი. საგიზეთი. გინახავთ? კენ. აი მე ძალიან ბალაგანია. კენ, אני שמעתי. ეს უნდა ამოავსონ მერე. იქაც რა რეულობა. რა ლამაზია ეს ხე. აქაც ესეთი აუზაურია. ეს საწოლის სტენდი ჩვენი არ არის, ჩვენი სახლის პატრონისა და სამწუხაროდ ვერ ვაგდებთ. თორე ძალიან ხელს მიშლის. აქედან ყველაფერი გამოვზიდეთ ამ ოთახიდან. ხასიცარიელეა. კაი, მივხედავთ ახლა. შევალაგებთ, დავალაგებთ ყველაფერს. დილამშვიდობისა. როგორც ხედავთ ეს უკვე მეორე დღეა. გუშინ ცოტა მოვალაგე სახლი, რაც შევძელი. ძალიან დავიღალე, იმდენი მტვერი იყო, აურაცხელი. კიდე დამჭა დასავაგებელი. დღეს გავაგრძელებ სავარაუდოდ. მივდივარ სამსახურში, როგორც ხედავთ, ისევ ჩიხებით. გუშინ ისე მალე გავიდა დრო ოფისში, აი ვერაფერი ვერ მოვასწარი მუშაობის გარდა. ვერაფერი ვერ მოვასწარი, რა უნდა მომესწრა. რა ლამაზია. ნახეთ. სყვავილები. და სიმწვანე ძალიან კაია. დღეს მიღებენ რეკლამაში. ცოტა გამოვიბრანჭე ვითომ. ისე მაინტერესებს ერთი რა რეკლამა. გუშინ დამპირდნენ რომ ტექსტს მოგცემთო სასწავლებლადთო, მაგრამ არ მომწეს, არ გადმომიგზავნეს და მეც აი იმდენად დაკავებული ვიყავი, რომ ვერ შევახსენე. ჩუმე ამ ქუჩაზე და სიმშვიდე და სიწყნარე. მგონი გუშინაც ამ გზით ჩამოვედი. ხო, ამ სახლთან ჩამოვიარე. ხა მახსოვს, იმიტომ რომ აქ ჩიხები ყველა ერთმანეთს გავს ჩემთვის. გუშინ სახლი რო დავალაგეთ. მე და ორიკომ ჩვენ საღამობით ყოველთვის ვუყურებთ ხოლმე რაღაც ან სერიალს, ერთ ეპიზოდს, ან რაღაც გადაცემას იმას, რაც ორივეს მოგწონს და გვიყვარს ხოდა. ეხლა ისრაელში არის, გადის ახალი არ, ანუ ძველი რეალიტია, უკვე მერვე სეზონია. ქვია ქორწილი პირველი ნახვით. არა, ქორწილი ერთი ნახვით. აი ესეთი რაღაცა. ხოდა ანუ ფსიქოლოგები მუშაობენ ძალიან ბევრ ადამიანთან და არჩევენ გოგოებს და ბიჭებს. და ამის მიხედვით ერთმანეთს ახვედრებენ თვითონ თავად ქორწილში უკვე. ისეთი საინტერესოა ხოლმე. განსაკუთრებით მაინტერესებს აი მშობლების რეაქცია და ისეთი საყვარელი მშობლები ყავთ უმეტესობას, ანუ ისე კარგად იღებენ აი ამ ფაქტს, რომ აი არ ვიცი რა.
ანუ არავის არ ეუბნებიან რა, ანუ სანამ თანხმობას არ მიიღებენ ფსიქოლოგებისგან, რომ გაუმხილონ ეს საიდუმლო სხვებს, არავის არ ეუბნებიან და მშობლებსაც შესაბამისად აი ქორწილამდე 8 დღე რო რჩება, მაშინ ეუბნებიან ხოლმე, რომ აი გაქვს 8 დღეში გაემზადე და შესაბამისად არავინ არაფერი არ იცის, თვითონაც კი ესე გვიან იგებენ. ხო და ძალიან მომწონს ესეთი თანამდგომა მშობლებისგან. მოვედი ნენელა და რო გამოვალ სამსახურიდან მე გავაგრძელოთ დანარჩენი ჭორაობა. ვიღებთ რეკლამას. ოფისის დაბლა. ნეტა სისულელებს არ ვლაპარაკობდე. ერთი სურვილი მაქვს. დაბრუნდი ჩემს დასალაგებელ სახლში. სამსახურიდან ახლა არის 8:30. ფეხით წამოვედი სამსახურიდან, გზაში დედას ველაპარაკებოდი და ვერ გადავიღე ვიდეო. გადაღება ძალიან სასაცილო იყო, რაღა დაგიმალოთ. არ ვიცი, კარგად გამოვა თუ ცუდად და საერთოდ რა გამოვა. ძალიან მეცინება, მე ალბათ მაგ რეკლამას არასდროს არ ვნახავ. რომ შემხვდეს რაღაც ისე სოციალურ ქსელში, ალბათ არც ვუყურებ. სხვადასხვა ანუ გუშინ უნდა გამოეგზავნოთ ტექსტი, გადმოეგზავნოთ, მაგრამ არ გადმოაგზავნეს და რო არ გადმოაგზავნეს დღეს მომცეს ივრითული ტექსტი, რომელიც უნდა გადამეთარგმნა პარალელურად ქართულად, თან და გადამეღო ვიდეო და თან და გადამეღო ვიდეო რგოლი და საერთო ჯამში ხა ეს რეკლამა არ ვიცი რამდენი წუთიანი იქნება, ალბათ 1 წუთნახევრიანი მაქსიმუმ, ხო? 2 საათნახევარი ვიღებდით იმის გამო, რომ თან თარგმნიდი, თან მე ანუ ეხა მარტო გადათარგმნა ხო არ არის, ხა მთელი ტექსტი ფაქტობრივად უნდა დაამუშავო, ხო? ეხა მარტო ის ხო არ არის, რომ გადათარგმნო, ეხა რაღაცა შინაარსი ხო უნდა კონდეს შესაბამისი. მე რაღაცები ჩაამატეს, დაამატეს და აი ესე გზა და ანუ იმის გამო, რომ ცოტა არ იყო მობილიზებული, ასე ვთქვათ, ეს სცენარი წინადღით არ გამიზიარეს უბრალოდ, ამიტომ დიდი ხანი დამჭირდა გადაღებაზე და არაბულ ენაზეც გადაიღეს და იმ ბიჭს მხოლოდ 40 წუთი დასჭირდა და არ ვიცი მე რატო დამჭირდა 2 საათნახევარი და მე ამდენი ხანი ნუ კაი ბიჭია მე გოგო ამე ცოტა უფრო ვიპრანჭებოდი ეთყობა ვიდრე ის და ამიტომ სახურში რა ხდება ახალი არაფერი არ არის ნენელა ვეჩვევი ვსწავლობ დღითი დღე უფრო მეც დრო ძალიან მალე გადის, ეხა კვირის ან თავიდან როცა დავიწყე მუშაობა, მაშინ ძალიან ელა გადიოდა ჩემთვის დრო და ვფიქრობდი, რომ ღმერთო ჩემო, აქ რა გამაძლებინებს მეთქი წყალს დავისხავ ამასობაში. მაგრამ ჩემმა მენეჯერმა რო დამირეკა პირველ გასაუბრებაზე მითხრა, რომ ძალიან მალე გადისო დრო და ნამდვილად მართალიც აღმოჩნდა, ძალიან მალე გადის დრო, როცა მუშაობ და როცა იცი რას აკეთებ. თორე ესე დროზე ხარ და ვიღაცებს შეცდები დასაკეთებენ, ძალიან ძნელი იყო. საერთოდ ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, მომწონს. არის ხოლმე დღეები და კვირა, როცა დატვირთულები ვართ, მაგრამ არის ისეთი დღეები, როცა საერთოდ სუბუქდება ჩვენი საქმე და ნუ დღეს შუა დღეზე ნამდვილად არ ვიყავი ძალიან დატვირთულები და კარგად ვიცინეთ და ვიხალისეთ სამსახურში ოფისში. ისრაელში არ ვსვავთ ეკრანის წყალს და სულ მინერალურ წყალს ვყიდულობთ ხოლმე ბოთლებით. ეს არ არის ჩემი საყვარელი წყალი, მე წითელი მიყვარს ნევიოტის, მაგრამ ნუ ეს გვაქვს ამჯერად. მაგრამ ეს უფრო ბარაკიანი ბოთლია, ისინი ლიტრანახევრიანებია და ეს 2 ლიტრი არის. ამიტომ ხანდახან ამას შემომაპარებს ხოლმე ჩემი ქმარი. დღეს ჩვენთან სამსახურში გაიგეს, რომ YouTube-ი მაქვს, YouTube არხი და ჩართეს და უყურებდნენ ჩემს ვიდეოებს და ძალიან ისე პოზიტიურად შეხვდნენ ამ ამბავს და მე მგონი გამოიწერეს კიდეც ჩემი არხი. მიუხედავად იმისა, რომ ერთ სიტყვას ვერ გაიგებენ ქართულად. და დილით გიყვებოდით ერთ-ერთ გადაცემაზე, რომელიც ისრაელში გადის უკვე მერვე სეზონია, ეს არის როგორც ვახსენე ქორწინება 1 ნახვით, ზუსტად ასე ითარგმნება
და გითხარით ისიც რომ ანუ ეს ფსიქოლოგების დიდი გუნდი მუშაობენ ხალხთან რა თქმა უნდა იმ ადამიანებთან ვინც აპლიკაციაში ავსეს და სურვილი აქვთ რომ ამ გადაცემაში მონაწილეობა მიიღონ და რაღაცა ურთიერთობები დაიწყონ ეს ფსიქოლოგები არჩევენ გოგოებსაც და ბიჭებსაც და ცდილობენ რომ ანუ მათი მოთხოვნების მიხედვით შეუთავსონ ერთმანეთს ორი სრულიად უცხო ადამიანი. გოგო და ბიჭი. ანუ ხანდახან ისე უცნაურად გამოდის ხოლმე და სასაცილოდ რომ ზუსტად რასაც ითხოვენ ხოლმე იმის საპირისპიროს აძლევენ ფსიქოლოგები და თან უხერხული ჯერისაც ხო აი ამ ხელა სტრესია წარმოიდგინეთ რომ აი ესე ქორწილში საქორწილო კაბით და შენი სტუმრებით, შენი მეგობრებით, შენი ოჯახით აი ესე ხუპას ქვეშ ხვდები პირველად შენს საქმროს რამ ხელა სტრესია და მე ზუსტად ისეთია როგორც ერთი შეხედვით რა თქმა უნდა რომ როგორც არ მქინდა რომ იყოს და ისეთი უცნაური საცილო მომენტებია ხოლმე რომ არ ვიცი და მე და ჩემს მეუღლეს წესად გვაქვს რომ როცა ეს ერთადერთი რეალიტი შოუა რომელსაც მე და ჩემი ქმარი ვუყურებთ და ძალიან გვიყვარს მოკლედ მაგრამ ვერთობით ხოლმე და ვხალისობთ ორივე ვაკვირდებით ხოლმე აი ძალიან მშობლების რეაქციას და ვზარდეთ ხოლმე რა იჩემები რა სიტყოდნენ ან მისი მშობლები ხა აქაური მშობლების მენტალიტეტი განსხვავდება ну ქართველი მშობლების მენტალიტეტისგან, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ჩემი მეუღლის მშობლები არ მოუწონებდნენ ასეთ აქციელს და მე ესე მგონია რომ ჩემები ანუ არ მომიწონებდნენ მეც არ მომიწონებდნენ ნამდვილად, მაგრამ ეტყოდნენ თუ ეს ისა ის რაც შენ გინდა კარგი დაგიდგებით მხარში. ну ალბათ ჩემი მეუღლის მშობლებიც ესე მოიქცეოდნენ ზუსტად. ძალიან რთულია და ეს წყვილი მე 40 დღის, მე მგონი 40 დღის, ну კაი ერთი თვის განმავლობაში ერთად ცხოვრობენ. მიდიან ჯერ საზღვარგარეთ, საქორწილო მოგზაურობაში და მერე ბრუნდებიან ისრაელში ერთად ცხოვრობენ, გადადიან ერთად საცხოვრებლად და ну მოგეთ ესეთი ამბები რა და ну მე ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაწყვიტონ აგრძელებენ თუ არა ცხოვრებას ერთმანეთთან თუ ერთმანეთის გარეშე. ძალიან იშვიათია რომ ეგეთი წყვილი შეიქმნას რომლებიც ანუ არ დაშვერდებიან და გააგრძელებენ ერთად ცხოვრებას და შექმნიან ოჯახს. მაგრამ არის ესეთი გამონაკლისების ყოფილა. ისეც ყოფილა რომ გაუგრძელებიათ ურთიერთობა, მაგრამ შემდეგ დაშორებულან. ამ კვირაში წინ გველის კიდევ ერთი ქორწილი აუცილებლად გაჩვენებთ მაგ ქორწილსაც, რასაკვირველია. მაისი ქორწილების თვეა ისრაელში, ვიცი რომ საქართველოში მგონი არ ქორწილები არ იხდიან ხოლმე ხო ქორწილებს მაისის თვეში. თუ მოძველა და ეგ რაღაც ცურწმენა რომ არ შეიძლება მაისში ქორწილი. ну მოკლედ მე და ჩემი გოგოები მივდივართ იმედია კარგ დროს გავატარებთ ძალიან ცივა მაისისთვის ისრაელში ანუ ძალიან ცივა ხა ძალიან ცივა არა მაგრამ მაისისთვისთვის ისრაელში ძალიან ცივა დღეს ხა რომ მოვდიოდი ჟაკეტით წამოვედი სამსახურისა იმიტომ რომ აი ესე შემცივდა ისეთ მოკლებიანში თან მივხედავად იმისა რომ ფეხით წამოვედი და ვიფიქრე თან მიქნებ დამცხეს მეთქე ფეხით სიარულში მაგრამ ნუ რას უკაცრავად ესეთი ამბები ძალიან ბევრი საქმე მაქვს სახლში. იმდენი მტვერი იყო გუშინ, წავედი. ასეთი საოცარი კუთხიდან რომ ვიღებ, არ შეიმჩნიოთ, სამსახურიდან მოვედი ეხლა და მაკიაჟი კი მაქვს აკეთებული უკვე, მაგრამ მინდა რომ დავიმატო, განვიახლოსავით და წავიდე ქორწილში. დიახ, ისევ ქორწილში მივდივართ, იმიტომ რომ ისრაელში მაისი ქორწილების თვეა. დავიმატებ ხა კონსილერს. მაინც ყოველი შემთხვევისთვის. აქ რაღაცა მაქვს. აქ მივდივარ ქორწილში ჩემს დაქალუშკებთან ერთად. ძალიან მიხარია. ზუსტად ვიცი რომ კარგად გავერთობით. ბევრს ვიცინებთ და კარგ დროს გავატარებთ.
ამ კონსილერს ცოტა ყვითელი ფერი დაკრავს რა. და ვიჩქარი, იმიტომ რომ არ მაქვს ამდენი ბოდიალის დრო. როგორც ყოველთვის გადარბენაზე. ამ გიშ ქვეყანაში. დღეს როგორც იქნა, ჩამოცხა ისრაელში. პროსტად კი იყო ისეთი დღეები, როცა ცხელოდა და რაღაცა, მაგრამ მაისისთვის საკმაოდ ისრაელში უჩვეულო სიგრილე იყო მაინც. სათვალები მეკეთა სამსახურში, რა თქმა უნდა, მხედველობის და აქ როგორ არ მიყვარს, რომ გემჩნევა ხოლმე ეს სათვალის ნიშნები. კაი, მოდი ამას გადავისვამ. ჰოპ, ჰოპ, ჰოპ. ეს სიგმას ფუნჯი რო გამოვიწერე, ვაუ, იდეალურია, ვისაც გჭირდებათ ფუნჯი. რეკომენდაციას ვაძლევ. ბუწებ. ვაძლევ არა. შალ ბლაშსაც დავიტან. ესე ლამაზად. ცოტა ჯანსაღი ადამიანის სახე მოგწეს. სანამ რუჯი მექნება. ყოველდღიურ მაკიაჟში არასდროს არ ვხმარობ highlighters, მაგრამ მოდი ახლა დავიტან ამ ფუნჯით. ცოტა კონტურსაც დავიმატებ, გავიმუქებ და მე გადავა თვალებზე. კარგი ქენი რომ გუშინ ყველაფერი რაკაბარად უნდა ჩავიცა, დავავთოთ. არ გაშინით, მაგრამ მოხდა მაკიაჟს რომ ვიკეთებ, განსაცილოა ეს წუთი. ესე. სასწრაფოდ კიდე მჭირდება ეგეთი ფუნჯები, მოდი ამ ფუნჯით გადავინაწილებ. მე ამას უგამაცალა. ხალხს თვალზე წავისვამ მაკიაჟს და მზად ვარ ტუჩი და ეგ არის. მე დაგენახებით. ამასობაში ჩამომაღამ და ჩამომაბნელ და ვითომ რაღაცა წავისი გავიკეთე თვალებზე, არ ვიცი, ბუსხვარ დამემსგავსე აღამურას შემთხვევით. რაღაც თვალები ძალიან ხوار ჩავიმუქე. კაი, რაც არის ეს არის, მეც ვერაფერს ვერ მოვასწრებ. პუპას ისეთი კარგი ტუჩსაცხი ვიშოვე. ვიპოვე უბრალოდ აღრთვანებული ვარ, ისე მომწონს. მე მაქვს ხმარობდი ხოლმე, მაგრამ რაღაცა მაკი აღარ მომწონდა ბოლოს. მე დიორზე გადავედი და ეხლა ჩამოწერილი მქონა დიორის ის ტუჩსაცხები, რიც ყიდვაც მინდოდა, მაგრამ მე ძალიან შემთხვევით სუპერფარმში, ისრაელში სუპერფარმში შევედი და ეს ტუჩსაცხი ვნახე და ძალიან გავს აი სტრუქტურით დიორის ტუჩსაცხებს და ერთ ძალი შევიძინე, დავტესტავ მეთქი, ნახავ როგორი გამოვა და თუ მომეწონა, კიდე მეორე შევიძენ თქვენ, მესამეს და მეოთხეს და ძალიან მომეწონა, აუცილებლად კიდე შევიძენ. თან ის არის ძალიან ნორმალური ფასია. ნუ ეხლა 66 შეკელი ღირს ისრაელში, საქართველოში არც ვიცი პუპა არის თუ არა, ალბათ იქნება, ხო? არ ვიცი რა ღირს მოვეთ. თმას რა ვუყო, კაი ახლა წავედი, თმას რაღაცას მოვუფიქრებ, არა ჯერ ჩავიცო და თმას რამეს მოვუფიქრებ, გაშლიც კარგი იქნებოდა ის სულ შეკრული რომ მაგრამ ესე რომ შევიკრა, ესე რომ შევიკრა რა აზრის ხართ? აი ასე. კი თუ არა. მინდა თმის სტილი შეცვლა რომ არ ვიცი, ანუ სანამ არ გამეზიდება კი არაფერი არ გამოვა, მაგრამ ვიზრდი და მე ლამაზად შევიჭრი, ფორმას მივცამ. ფორმას მივცემ. კაი, წავედი ხა ჩავიცი და მე თმასაც მოვიფიქრებ. ესეც ჩემი დღევანდელი ლუკი, ეს ჩემი ქმრის ფარხმალი არ შეიმჩნიოთ. შავი ფეხსაცმელი რო არ გექნება 33 წლის ქალს, მეტის ღირსი ხარ. აი ეს ფერი რო გექნება წითელი. მარჯნის ფერი და შავი არა. და არც ოქროს ფერი. აუცილებლად გამოვასწორეთ ეს. აი ესე გამოვიყურები და რაღაცა უცნაურად იღებს და რატო? ესე გამოვიყურებ დღეს.
დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი. Это давно я не говорила это слово. Сейчас вспомню, потом скажу все уже. Все уже топ, хорошо. Вообще. Зачем нам это видеть такой день? Зачем? У нас хорошее настроение. Мы едем на свадьбу. Зачем вот это вот? А вот я люблю это место. Я тоже. Здесь мы познакомились. მოგეთ ამ ადგილას ამ ეს ავტობუსი არის ჩვენი სუპერმარკეტი, სადაც ჩვენ მუშაობდით ხოლმე ყველა რა, ჩემი და ჩემი ყველა მეგობარი და თითქმის მანდ გავიცანით ყველა ერთმანეთი. ხო და ეხა მიდის და ჩვენ უკან მივყვები და სასაცილოა, მაგრამ გუნჩა იძახის რომ მიყვარსო ეს ადგილიო. ხო, მეც ძალიან მიყვარს გუნჩი, იმიტომ რომ შენ გაგიცანი და გოგოები გავიცანი. ქორწილი დაიწყო და ჩვენ ვაგვიანებთ დაახლოებით 40 წუთი. მაგრამ რას ვიზავთ? ტაქსი ვერ ვიშოვე, ანუ ისეთი ამბავი იყო. Bye, ჩავუარეთ. Только эта свадьба у тебя будет один влог. Столько же видео будет. Вау, гунчти, так хорошо выглядишь, очень красивая. Гунча вернулась. Нахон, после почти 3 года. Яна. Там нету других таких Гунча. Лое. Анушка! Бой. Do you hear that? My sanity about to break while everyone I know's out. On a trip, on a boat, on a lake. I'm tired of feeling all FOMO. Babe, I don't even care if we stay home. Put our to-do list on ice. Crank the AC to 79 and make a little island right here. And there ain't a palm tree in sight, but there's not a cloud in your blue eyes. If we need a drink, I'll be the bartender. I got a fifth of Patron and a blender. Baby, slipping on a swimsuit is overrated. We don't need a beach to get a half naked. Life's too short, let's not waste it. Cause paradise is wherever we make it. Paradise is wherever we make it. Till the sun's up Monday.
We'll tell our phones, do not disturb. I got my straw hat, babe. And you can finally pull the tags on your Tommy Bahama shirt. Blue crush up on the 85-inch sound machine. When we wanna hear the ocean, I think everything we need is right here. And there ain't a palm tree in sight, but there's not a cloud in your blue eyes. If we need a drink, I'll be the bartender. I got a fifth of Patron and a blender. Baby, slipping on a swimsuit is overrated. We don't need a beach to get a half naked. Life's too short, let's not waste it. Cause paradise is wherever we make it. Paradise is wherever we make it. Oh, this view of you, it's got everything I need. Yeah, the rooms, they're cheap. And if we don't wanna, we don't ever, ever, ever have to leave. Yeah, there might not be a palm tree inside, but there's not a cloud in your blue eyes. If we need a drink, I'll be the bartender. I got a fifth of Patron and a blender. Baby, slipping on a swimsuit is overrated. We don't need a beach to get a half naked. Life's too short, let's not waste it. Cause paradise is wherever we make it.
მოვედით მაგნიტების ასაღებად, რომ ჩვენი მახინჯური ფოტოები არავინ დაინახოს და ჩვენ დავასწროთ აღება, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ოპერატიულად ავიღეთ.